რატომ აქვს ოქროს კარატების ნომენკლატურა და რას ნიშნავს კარატი? საუბრობთ ინჟინერია დეტალურად. ოდესმე შეგიხედავს ოქროს სამკაულისთვის აღფრთოვანებით, ან დაფიქრებულ ხარ ამ ძვირფასი ლითონის ღირებულებაზე, რომელიც 1000 წლეულებია სიმდიდრისა და ძალაუფლების სინონიმია. ოქრო ჩვენ ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი. საქორწინო ბეჭდები, მედლები, საინვესტიციო ზოდები და თუდაც უახლესი ტექნოლოგიები. მაგრამ როცა ოქროზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ჩნდება ერთი ტერმინი კარატი. დაფიქრებულ ხარ ოდესმე. რატომ აქვს ოქროს ეს სახელწოდება კარატი და რაც მთავარია, რას ნიშნავს ეს კარატები ზუსტად? ოქრო თავის სუფთა სახით წარმოუდგენლად მოქნილი მეტალია. იმდენად რბილი, რომ მისი გამოყენება პრაქტიკული მიზნებისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა. მაგალითად, როგორც სამკაულები, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას უნდა დაუცლო. ამიტომ ის თითქმის ყოველთვის სხვა მეტალებთან ერთად არის შერეული. მაგრამ როგორ ვზომალთ იმ ოქროს სისუფთავეს, რომელსაც ვხედავთ? და სწორედ აქ შემოდის კარატების განსაზღვრა. როდესაც ოქროს კარატებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის სისუფთავეს, ანუ იმ პროპორციას, რამდენი სუფთა ოქროა მეტალის შენადნობაში. ეს სისუფთავე იზომება სკალაზე, რომლის საფუძველიც არის რიცხვი 24. წარმოიდგინეთ, რომ ნივთში არსებული მთლიანი ოქრო დაყოფილია 24 თანაბარ ნაწილად, სადაც თითოეული ეს ნაწილი წარმოადგენს 1 კარატს. რას ნიშნავს მას 1 ოქრო? 24 კარატი ნიშნავს, რომ იმ შენადნობის 24 ნაწილიდან ყველა 24 სუფთა ოქროა. პროცენტულად 24 კარატიანი ოქრო ითვლება 99.9%-ით სუფთად, ან კიდევ უფრო სუფთად, რაც კომერციულად ხელმისაწვდომი ყველაზე სუფთა ფორმაა. ეს არის ოქრო თავის ყველაზე ბუნებრივ მდგომარეობაში, სანამ მას სხვა ლითონთან აურევენ. ახლა კი 18 კარატიანი ოქრო, რომელიც ასე გავრცელებულია სამკაულებში. თუ იფიქრეთ, რომ მასში არის 18 ნაწილი სუფთა ოქრო და 6 ნაწილი სხვა ლითონი, სულ 24 ნაწილში თქვენ ზუსტად გამოიცანით. ეს ნიშნავს, რომ 18 კარატიანი ოქრო შეიცავს 65% სუფთა ოქროს, ანუ 18 გაყოფილი 24-ზე გამრავლებული 100-ზე. დანარჩენი 25% შედგება სხვა ლითონების შენადნობისგან, როგორიცაა სპილენძი, ვერცხლი, პალადიუმი ან თუთია. ეს სხვა ლითონები შემთხვევით არ არის შერჩეული. მათ აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქციები. მაგალითად, სამკაულს უფრო მეტ გამძლეობასა და ხანგრძლივობას აძლევენ. რადგან სუფთა ოქრო ძალიან რბილია და ასევე შეიძლება. ისინი შეიძლება გავლენას ახდენდნენ ოქროს საბოლოო ფერზე. ქმნიდნენ ვარიაციებს, როგორიცაა თეთრი ოქრო, პალადიუმით, ან ვერცხლით, ან ვარდისფერი ოქრო, რომელსაც მეტი სპილენძი აქვს. მაგრამ რატომ არ ვიხენებთ მხოლოდ 24 კარატიან ოქროს, თუ ის უფრო ძვირფასია? პასუხი სრულიად პრაქტიკულია. როგორც უკვე ვახსენე, 24 კარატიანი ოქრო უკიდურესად რბილია. ამით დამზადებული სამკაული ძალიან ადვილად დაიკეცებოდა, დაიკაწრებოდა და ყოველდღიური გამოყენებისას ფორმას დაკარგავდა. დაბალი კარატის შენადნობები, მაგალითად 18 ან 14 კარატი, იდეალურ ბალანსს ქმნის სილამაზესა და ოქროს ღირებულებას შორის და იმ გამძლეობას, რაც საჭიროა, რომ სამკაული მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. სასურველია უკეთ წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ, რომ ხიდს აშენებთ. ხომ არა აშენებთ მთელ ხიდს ძალიან მოქნილი მასალით, არა? თქვენ გამოიყენებდით მასალების კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ გამძლეობას, მდგრადობას და საჭირო მოქნილობას. ოქროს შემთხვევაშიც იგივე ლოგიკაა. დამატებული მეტალები მოქმედებენ როგორც გამაძლიერებლები, რომ მიანიჭონ ნაკეთობას სტრუქტურა და გამძლეობა. ეხლა როცა პრაქტიკაში გავიგეთ, რას ნიშნავს კარატი, მოდით ჩაუღრმავდეთ ისტორიას და გავიგოთ, საიდან მოდის ეს უცნაური სიტყვა კარატი. აქვს მას რაიმე კავშირი ინჟინერიასთან? პასუხი გასაოცარია. სიტყვა კარატი პორტუგალიურად, ქარატ ინგლისურად ან ქარატ სხვა ენებში, განსაკუთრებით ოქროსთან მიმართებაში, აქვს მრავალსაუკუნოვანი წარმოშობა, რომელიც ძველ საბერძნეთამდე მიდის. ის მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კერატიონი, რომელიც ნიშნავს პატარა თესლს ხურმის ხისგან, რომელსაც ასევე პაო დე ჟუანოს სახელითაც იცნობენ. მაგრამ როგორ გახდა ხურმის თესლი ოქროს სისუფთავის საზომი? ხურმის თესლებს ძალიან საინტერესო თვისება ჰქონდათ, რადგან ისინი ზომითა და წონით გამორჩეულად ერთგვაროვანი იყვნენ. ამიტომაც ძველ დროში, როცა თანამედროვე სასწორები არ არსებობდა, ეს თესლები ბუნებრივ სტანდარტად გამოიყენებოდა ძვირფასი მასალების მცირე რაოდენობის ასაწონად, როგორიცაა ouro e pedras valiosas. თავდაპირველად კარატი შესაბამისად წონის ერთეული იყო. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ოქროს ვაჭრობაში, ეს სისტემა წონის ერთეულიდან პროპორციის ერთეულად გადაიქცა, რაც სისუფთავეს მიუთითებდა.
ვაჭრებმა დაიწყეს ოქროსთვის 24 ნაწილიანი სისტემის გამოყენება და ხორბლის მარცვალი, რომელიც უკვე მცირე წონის ერთეული იყო, ამ სისუფთავის პროპორციას სახელი მისცა. ეხლა საინტერესოა იცოდი, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ოქროს კარატსა და ძვირფასი ქვების კარატს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ჟღერს იდენტურად და აქვს იგივე წარმოშობა როგორც ხორბლის მარცვალი, მისი მნიშვნელობა განსხვავებულია კონტექსტის მიხედვით. ძვირფასი ქვებისთვის, როგორიცაა ბრილიანტები, კარატი, კვლავ წონის ერთეულია და თითოეული კარატი ზუსტად 200 მგ შეესაბამება, ასე რომ 1 კარატის ბრილიანტი იწონის 0,2 გრამს. მაშინ როცა 18 კარატიანი ოქრო ნიშნავს, რომ მისი მასის 65% სუფთა ოქროა. ეს სუბტილური, მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება, რათა არ აგვერიოს მნიშვნელობები. მაგრამ არსებობს ოქროსთვის საუკრატი. ერთადერთი პასუხი არ არსებობს, რადგან საუკეთესო დამოკიდებულია იმაზე, გჭირდებათ თუ არა სუფთა ინვესტიციისთვის თუ ღირებულების შესანახად. 24 კარატიანი ოქროა ყველაზე სასურველი, რადგან იღებთ მაქსიმალურ სისუფთავეს და როგორც წესი, ის გვხვდება ზოდებად ან მონეტებად, ყოველდღიური გამოყენების სამკაულებისთვის. 18 კარატიანი ოქრო ითვლება ხარისხის სტანდარტად. ის უზრუნველყოფს შესანიშნავ სისუფთავეს, გამძლეობასა და მედეგობას, რაც ხელს უშლის ადვილად დეფორმაციასა და დაკაწვას. ბრაზილიაში უმეტესობა მაღალი ხარისხის სამკაულებისა მზადდება 18 კარატიანი ოქროთი. რაც შეეხება 14 ან 10 კარატიან ოქროს, რომელიც ნაკლებად სუფთა ოქროს შეიცავს, ისინი უფრო გამძლეა და როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომი. ისინი უფრო გავრცელებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, სადაც უპირატესობას ანიჭებენ ფასისა და ხარისხის თანაფარდობას და მეტგამძლეობას აქტიური ცხოვრების წესისთვის. ფერი შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს შენადნობის ლითონების მიხედვით და ოქროს შიდა ღირებულება ნაკლები იქნება, მაგრამ გამძლეობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დააცკაპე მოწონება და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში, რაც ჩვენს ვიდეოებში იქნება მოხსენიებული. და თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული. რათა მიიღოთ ცდომა მრავალ შესაძლებლობაზე, განივითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. ხომ იცოდი უკვე სიტყვა ტარატის წარმოშობა და განსხვავება ოქროს კარატსა და ძვირფასი ქვების კარატს შორის. შენ სუფთა ოქროში დააბანდებდი ფულს, თუ ნაკლები კარატის სამკაულებს ამჯობინებდი გამძლეობისთვის. მომიყევი კომენტარებში, აქ გვერდით არის 2 საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. და თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის ფუნქცია და დაფიქრდი არხის წევრი გახდე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში გნახავ.